ახლა გადავიკითხე წიგნი, რომლის მოყვარული ალბათ საზოგადოების დიდი ნაწილი იქნება. რატომღაც ერიდებათ ხოლმე მამაკაცებს იმის აღიარება, რომ ეს წიგნი ძალიან მოსწონთ და ქალები როდესაც იღებენ მამაკაცები მამაკაცი ხედავენ, ჩვენ ხო ასეთ სიცოცხლეს არ ვკითხოთ. მარგარეტ მიჩელის ქარწავები. უბრალოდ რომ ვიქეთ ეს წიგნი წავიკითხე პირველად იმ ხანად, როცა ალბათ ყველა გოგო კითხულობს ხოლმე. ვიყავი ალბათ 13-14 წლისა და გადავირიე. ოღონდ გადავირიე მაშინ სრულიად ასე ვთქვათ გოგოური გადარევით, რომ დედა და არასოდეს დავფიქრებულ რა ასე იყო სინამდვილეში ლაპარაკი. ახლა როდესაც დაუბრუნდი ამ წიგნს და დაუბრუნდი ძალიან ასე ვთქვათ მერკანტილური ბიზნესის გამო ძალიან მინდა რომ ჩვენ მეგობრებს დავაძალო ამ წიგნის გადათარგმნა და გამოცემა. და მინდოდა და ბევრი არგუმენტი მომეტანა საიმისოდ რომ დამტკიცებინა რომ ეს წიგნი დღესაც აქტუალურია, იმიტომ რომ ისიც ამ რეზით ამბობს როგორც ყველა ძლიერის კეცის წარმომადგენელი რომ მინდა მოგახსენოთ რომ ალბათ იშვიათია ვინმე ვინც არ დამეთანხმება რომ თუ არსებობს ცნება ამერიკული რომანი, რა თქმა უნდა ამის დიდი მასტერშტუკი არის ქარწაღები. ალბათ თულია ვინმე არ დამეთანხმოს იმაში რომ ისეთი სახე როგორც სკარლეტ ოჰარას სახეა იშვიათად თუ შევქმნია ვინმეს, მაგრამ ერთ რამეზე დავიბენი ამ წიგნის კითხვისას დავიბენი უფრო სწორედ წიგნში არაფერი დამაბნევლად არ იყო, ჩემთან მიმართებაში იყო დამაბნევლად. უცებ აღმოაჩინე რომ მთელი წიგნი რომელიც მიძღვნილია პრინციპში სიყვარულის თემა განზე გადავდოთ, ფრიად მერკანტილურ ქალთან გვაქვს იქ სადაც ცოტა ძნელია ისეთ ნათელ სიყვარულზე ლაპარაკია, ოეშლი არჭრის ამ შემთხვევაში. სულ არა ლაპარაკი პატრიოტიზმზე. პატრიოტიზმი, ჩვენი პატრიოტიზმი, ჩვენი მართალი საქმე, ჩვენი მართალი საქმე. ეს სიტყვა შეთანხმება მართალი საქმე, რომელზეც მთელი ჩემი შეგნებული სიცოცხლის განმავლობაში ვისმენ და ვისმენ, უცებ აღმოვაჩინე რომ ეს არ არის ის, რაც მე მეგონა ამერიკული პატრიოტიზმი. ანუ დიდი ამერიკული დროშის ერთგულება იმ პრიმიტიული მიზეზის გამო, რომ ეს შეუძლებელიც იყო არ არსებობდა იმ სახით, რა სახითაც არსებობს დღეს. ეს არ იყო პატრიოტიზმი მხოლოდ და მხოლოდ სამხრეთის, იმიტომ რომ ეს სამხრეთი სად იწყებოდა და სად თავდებოდა, განპირობებული იყო ერთადერთი რამით სამხრეთული ცხოვრების წესით. თუ მოყავს ბამბა და ხარ მონათმფლობელი სამხრეთია, თუ არ მოყავს ბამბა, არ ხარ მონათმფლობელი, არ არის სამხრეთი, ვაი, უშნოდ ხარ. ენა საერთოა თითქოს ყველასი ყველგან. კონკრეტული გეოგრაფიული საზღვრები არ არის. რომელია მართალი საქმე? ანუ თუ კი წითელი მიწის ზოლი თავდება და იქით იყო უკვე შავი მიწა და იქით ამ მდგომი ადამიანები გადმოვიდოდა და იყო მტერი, ხოლო თუ მე აქედან იქით გადავიდოდი, არ ვიყავი მტერი, მივდიოდი ჩემთვის სამშობლოში კვლავ, ცოტა დამაბნეველი აღმოჩნდა. და როდესაც ამაზე ვისაუბრეთ, მოგეხსენებათ ცივი დღეებია და მაინც გარესიარული არავის უხარია თბილ სამზარეულოში. ჩამოვარდა საუბარი, გავიხსენეთ ერთი რამ, რომ როდესაც არსებობდა საბჭოთა კავშირი, ვიყავი საბჭოთა კავშირის მოქალაქე. და მიმაჩნდა თუ არა სახელმწიფო, რომელშიც გადიოდა იგივე ფული, იგივე ენა, იგივე კანონმდებლობა და სხვა და სხვა, ჩემს სამშობლოს, მინდა მოგახსენოთ რომ არა. ოღონდ არა იმიტომ რომ ამაზე ბევრს ვფიქრობ, უბრალოდ არ მიმაჩნდა რომ თუ კი ვიყავი ხანდათ უკრაინაში, ვიყავი სამშობლოში. მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად ისევე როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ნებისმიერ მოქალაქეს იუტას თავის სამშობლო მიაჩნიათ და შეიძლება ალაბამის ყოველ შემთხვევაში ამას ამბობს. მე ამას ვერც კი ვიტყოდი ვერასდროს. ვერ ვიტყვი რომ იმის გამო რომ დიდი იდეები მაწუხებდა და მიმაჩნდა რომ აქ დაყრობილი ქვეყნა პატარა ვიყავი მეტი. აქაც დავიბედი. და შემდეგ გადავწყვიტე რომ გამოკითხვა ჩამეტარები და ჩემს საყვარელ უნივერსიტეტში ჩემ არაჩვეულებრივ სტუდენტებთან თემაზე რა არის სამშობლო. პასუხი აღმოჩნდა ძალიან საინტერესო, გამეკვირდა საშინელად საქართველო, ვაშა უთხარი. რა არის საქართველო? აი აქ დაიწყო დიდი განხეთქილება. იმიტომ რომ თუ კი რომელიმე მათგანი ამბობდა გეოგრაფიული საზღვრების მიხედვით, მაშინ გამოდიოდა რომ მისი სამშობლო მაგალითად არ იყო სოხუმი. და ჩემს და მეჭუბო, იმიტომ რომ ჩემი სამშობლო არის სოხუმი, მაგრამ მას სოხუმი არ უნახავს და ამიტომ მას სოხუმი სულაც არ აინტერესებს. მე რა რომ ბაბუამისი იქიდან პოლვილი იყო. გავიჭედეთ საზღვარში. კოდარისაობა საქართველოა თუ არა? კი, ხო, ჩვენ ასე. ხო, პასუხი არ ვიცით და მე გაგვახსენდა ერთი ჩემი თანაუბნელი ბიჭის საოცარი გამოთქმა, სანამ საქართველოს საზღვარს საქართველოსთან არ მოდგებიან, მე ხელსაც არ გავაძლევ სამშობლოსთანაც ავათო და ვთქვა რომ საქართველოშია ხო ვთქვა? არა, სასტუმრო საქართველოზე გეუბნებია, სასტუმრო საქართველოს უკან მისი სახლი. და აი აქ უკვე ძალიან გავიჭედეთ, იმიტომ რომ თუ კი ვინმეს ეთქვათ რომ მისი სახლი სამშობლო არის მხოლოდ და მხოლოდ მისი სახლი იწყეს, მე ძალიან მეწყენებოდა, ხოლო თუ ჩამოვარდება კითხვა რა არის შენი სამშობლო საქართველო, რომელია, სად დაიწყო, სად დამთავრდა, ჩემთვისაც ძალიან რთული რამ აღმოჩნდა. ერთი თეორია იყო, რომ იქ სადაც არის ჩვენი ენა და ჩვენი სარწმუნოება, ხო, ვაი, არ გამოდის.
ვთქვათ, რომ არ გამოდის. ამ პრინციპით გამოდის, რომ ჯავახეთის ეგანი საქართველოს არ არის და ჩემი სამშობლო არ არის, მე ასე არ ვთამაშობ. გაჭირდა. და მაშინ ასევე გავხსენეთ ერთი თამაში და აი ამის შემოთავაზება მინდოდა თქვენთვის. თვითონ თქვენგან საქართველოში ფურცელი, რომელსაც მოვექცევით ძალიან ბარბაროსულად, კარგი. უნდა გავხსენოთ ეს ფურცელი 5 ცალად. დიდი მუშაობაა, დიდი შრომაა, ყველაფერი შეიძლება მერე ნახოთ. ეცადეთ სწორად გახიოთ ამასაც ექცევ ყოველდღე. მე ვიბერა მაგალითად, ეს შეაგდოთხი და ნიშნობა არ აქვს, თუმცა თუ იქნება პატარა ნაკუწი, იმიტომ რომ ეს თითო ფურცელზე თითო სიტყვა უნდა დაიწერა. და ვიწყებთ ასე. წვილის ერთი წევრი მეორეს უსვამს 5-ჯერ, ერთსა და იმავე ტიპს. მაგალითად მაშა ბახაძე მეკითხება მე. კითხვა არის ესეთი, ვინა ხარ? მაშა მეკითხება. ვინა ხარ? ანა. მეორე მეკითხება. ვინა ხარ? ანა. აი, ისე მიმოსვლა. არა, მე არ ვიცი ვიდრე, ანუ 5-ჯერ სხვადასხვა იდენტობა. ხუთივე იდენტობა არ არის, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი იმისათვის, რომ თავი საკუთარ თავად იცნობს. თავი არის რაღაცები, რასაც ადამიანი საკმაოდ იოლად თმობს, რაღაც პრიმიტიული ამის გამო, რა ვიცი, თქვა სამსახურს. არ მგონია, რომ სამსახურის ადგილის ოფისის ადგილის გამოცვლის გამო ვიღაცა გადაიგებს და თავი პატრიდან გადაიგებს, ასე არ ხდება. ანუ ერთი ამ 5 იდენტობიდან დარწმუნებულზე მეტი ვარ, თუ ჩახედავთ როგორც კარგს, აღმოჩნდეთ, რომ ერთი ცალის დათმობა რამე რო იყოს და შესაძლებელი, არა? და მოდით იცი როგორ ვთქვათ, ეს ერთი იდენტობა, რომელიც გვეთმობინება, ასე ვთქვათ, ამიტომ ზოგადად კი არ გადავდოთ. აი. ხუთიდან ერთი ცალი რომ დაგვრჩეს ხელში 4. მეორე ამბავია რომ ეხლა ეს 4 ცალი როდესაც დაგვრჩა ხელში, იცით პატარა გადახვევას გავაკეთებ. კვლავ რაღაცის დათმობა არ დათმობის გამო. ჩვეულებრივ ხომ ითვლება აი ეს რაც მაგალითი გარეგნობასთან დაკავშირებით მოვიყვანე. გასაგებია, ყველა ძალიან გვყვარს ჩვენი სხეული, თუ არ გიყვარს ადამიანის საკუთარი სხეული, ყოჩაღად არ ახარ, ხო? ხელები, რომლებიც გემსახურება ამას სიკეთეს გიგედებს. წვერი, რომელიც ძალობითაც საუკეთესო არომატი შესუთხვა შეგიძლია. ფეხები, რომელიც აგიყვანს სადაც გინდა და სადაც არ გინდა, მაგრამ არის ხოლმე ეს შემთხვევა, როდესაც ადამიანი ამავით მაყოფილი არა. და მაშინ საკუთარი ნებით აი ამ თავისი იდენტობის განუყოფელ ნაწილს დავით მე ვთვალავი ქალი ვიცი რომ რომელსაც გაიზარდა ძუძუკები. მოიჯრა რაღაც. იღებას თმას. არა იმიტომ რომ საზღარიც მაქვს, არამედ იმიტომ რომ აი ახლა ამგვარად ურჩევნია და თუ კი აქამდე ერქვა ჟღალი დღეს ქვია შავთმიანი. და მისთვის ეს არაფერს არ ცვლის. და იცით რა არის თუ კი ადამიანები საკუთარი ნებით თმობენ ამას ჩვენ შეგვიძლია ჩვენი 4 დარჩენილი იდენტობიდან მაგალითად ერთ-ერთი. ხოლმე სამობითა დავით ოცამ. ეს იდენტობა რომელსაც რამე რო იყოს დავთხოვდით და რამეში გადავწყვეტით ეს ერთი იდენტობა წამოგვიყვება გადავდეთ და დავივით ძალიან ძნელი საქმეა სამიცად ხო რატომაც მე ასეთი ეჭვი მაქვს ამ იდენტობებში უბრალოდ ძალიან ბევრს აქვს დასახელებული ის რაც დიდას დავიწყეთ საუბარი სამშობლოს ალბათ ვინახარ შეიძლება მაღალს აქ ქართველი საქართველოს მოყავთ რა ვიცი 1000 რამ მაგრამ მეორე ამბავია რომ ნახეთ ძალიან ხშირად მოდით ნუ ვიტყვით რომ და ასეთი რამე არასოდეს გამიგიო ადამიანები არა მარტო თანახმარიან იმაზე რომ აღარ ერქვათ თავიანთი სამშობლო შვილები არამედ ამისთვის იბრძვიან კიდეც უთვალავი ადამიანებიც რომელიც ყველა შესაძლებელი და შეუძლებელი დღეს ადგება იმისათვის რომ ოდესმე გავიდეს საქართველოსთან და მაგალითად მიიღოს ევროკავშირის რომელიღაც ქვეყნის მოქალაქეობა. ამისათვის ერთი პატარა რამ ხდება უბრალოდ პასპორტში აღარ წერია ქართველი, პასპორტში წერია სიტყვაზე ესპანელი. არაფერი ტრაგიკული არ არის. ამიტომ ისეთ რას ვფიქრობ, რომ აი ამ სამი იდენტობიდან, ნახეთ ამ ორი უფრო კაი დასაკავებელი ახალში ვიდრე სამი. ერთი ცალი ამ სამიდან კიდე ერთი ამბობა რაღაცა. ძალიან მნიშვნელოვანი რა ვიცი შეიძლება ძალიან ხელი შემშლელის კი აღმოჩნდეს. მაგალითად ჩემთვის შეიძლება რა ძალიან ხელი შემშლელია ის რაც ყველაზე ძალიან მომწონს ასე ვთქვათ ჩემ შვედიურ ბიოგრაფიაში იმისათვის რომ წავიდე და ჩემ ლამას მაიაქცე ჩემთვის სახში ისევ ვიყო სოხუმში. იმიტომ რომ ყველაფერი ამით რო გადავალ მეთქენ აღარ დავბრუნდებოდი ხოლმე რად. ანუ ეს თვამიდა ისე ამ ორ მაგარი იდენტობიდან ერთის არჩევა ნამდვილად შეგვიძლია. ნახეთ სასწორია.
ან ერთი ან მეორე. იცოდი რომ დაგჭებოდა. ერთი ძალიან აუცილებლად კივილი, წივილი და ჩემი გულში წევლით გადავახტე. ჩემი დარჩა თემ დროში იცავს იმ 4-ივეს რაც გადავახტე. აი ესეთი საშიძელება ჩაიდი, ამდენ კაცობრია. დედა. გეტაყვა? სახელი ადამიანი. ადამიანი. მებრძოლი. საქართველოს მოქალაქე. ეგეთნება მოგავი რა. დედა. საკუთარი საკუთარი? ასაკი. აი, მაგალითად. დედა. ადამიანი. და ვერასოდეს ვერ მივხვდები საბოლოოდ ადამიანისათვის ყველაზე ფასეული რა. ერთადერთი აღმოჩნდა თქვენ კოლეგათაგან დარბაზში, რომელმაც თქვა რომ არის საქართველოს მოქალაქე. და ეს ხო არც არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე თქვენგანისათვის თქვენი სამშობლო არის ნაკლებად ფასეული. და ხო არც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა დანარჩენ ფასეულობას თუ კი ხარიტოვებს ნებართე და ადამიანი თავისი გვარი და თავისი გეოგრაფიული იდენტობა დაიწყებული. ცოტათი უცნაური ამბავია. უბრალოდ რის გამო მინდოდა იცით სიმართლეობით, რომ მე თავის დროზე ძალიან გავერთი არ თამაშით, იმიტომ რომ აღმოაჩინე, რომ ყოველი ამ ყოველი იდენტობის დაჭმობის დროს ძალიან მეშლებოდა ნერვები. და მეშლებოდა ნერვები მაშინაც კი, როდესაც მიწერდა უბრალო ხავალდის დაკეცვა, რომელიც არასოდეს აი რა რო ეხლა მაგ ორი გვარი, ის ფაქტი რომ ორი გვარი მაქვს აღმოაჩინე 16 წლის ასაკში. ამის გამო ჩემი იდენტობა არ შეცვლა თითქოს, მაგრამ აბა ჩამოვაჯერეთ ერთი იცით როგორ ჩუბობ, როდესაც ხელს ვიღაცა მიწერს ანაკორძეა, მაგრამ რა იყო ახლა ორი გვარის დაწერა არ შეგეძლო თუ რაღაცა წელს იებოდი. რის თქმა უნდა, იცით რაღაცები არის მეტისმეტად ძვირფასი და როდესაც უცებ სათაურში არის ეს ორი ცნება, რომელიც ერთისფრო პატრიოტიზმი, რომელსაც რაც შეგვიძლია ვიდრე ვილაპარაკო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოსკარ უაილდმა თქვა, რომ პატრიოტიზმი არის გარეწრების ბოლო თავშესაფარი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პატრიოტიზმი დღევანდელი გლობალიზაციის ხანაში, როდესაც საზღვრები გადაშლილია, როდესაც დიდი იმედი გვაქვს, როდესაც დედამიწაზე მარტო ერთი ფული იშრიალებს და სხვადასხვა არის დრომოჭმული მოვლენა. მეცნიერად წარმოვიდგენია ვინმე, როდესაც თავი ასტკივდება ტკბილი მოულოდნელ ადგილას ცოტა ცუდ დროს არ მოუნდეს თავის სახლში. და ეს არ არის ვიწრო პატრიოტული გაგება, სულაც არ მემაჩნია, რომ საკუთარი ქუჩის, საკუთარი სახლის და საკუთარი, რა ვიცი, მე კერის სიყვარული რამით განსხვავდება ხმამაღალი სიტყვისაგან, რომელიც არის ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. ნიკოფსიიდან დარუბანდამდე არავის არაფერს არ აცვლის, მაგრამ როდესაც ვიღაცა საქართველოსამდე მოვა. მაშინ ისტორია სასტუმრო საქართველოს. და კიდევ იცით როგორი რამ იყო, როდესაც პოპკულტურასა და პატრიოტიზმის შერწყმაზე ვლაპარაკობთ, ალბათ თუ კი შეიძლება რამეში ყველაზე ბოროტი სამსახური გაუწიოს მასმედიამ თავის ასე ვთქვათ მომხმარებას, არის სწორედ თავს მოხვეული ურაპატრიოტული შეძახილები, რომლის შედეგადაც ხდება ის, რომ დანახვა აღარ მინდა საკუთარი სამშობლოს. აღარაფერი მინდა მქონდეს საერთო იმ სამშობლოსთან, რომელშიც ვიღაც გამოდის და სრული სერიოზულობით მიმღერეს. არ მინდა ვანია, ნანახი გააქვთ? კი, შესანიშნავი. ანუ იცით რა არის რაღაცა უკიდეგანო უგემოვნობა და სერიოზულად სახიფათო თემა, როდესაც ერთმანეთს ეთქვა ცოტათი სევდიანი შედეგი გვაქვს ხოლმე და ამის შედეგად ხდება ის, რომ ის რასაც დღეს ცოტა ძნელად ვიშორებთ იცით როგორ ფრიალით ვიქნებთ ჩვენ სიახლოვეში არ იყოს და რაც კიდათ და როგორც კიდათ იცით არანაირად არ მინდოდა რომ შეგონებების ხასიათი ქონოდა ჩემ რომელიმე გამოსვლა საერთოდ ყველაზე ძალიან მეჯავრება ხალხი რომელიც დიდაქტიკურად დამირბის ხოლმე ცხვირწინდა. ამის შემოგთავაზებთ მხოლოდ და მხოლოდ ეს. მოდით გადავხედოთ ხოლმე ჩვენ არაჩვეულებრივ იდენტობებს და მივხვდეთ აბა რა არის ყველაზე მაგარი.